მოგესალმები. მივესალმები ჩვენს მაყურებელს და მინდა გაგაცნოთ თუ რა გააკეთა ჩვენმა იურისტებმა იმ პირველი დღიდან დღემდე. მე უზომოდ მადლიერიც ვარ და უზომოდ კმაყოფილი ვარ ჩვენი გუნდის და ახალგაზრდების. მე ზუსტად ვიცოდი რას ვაკეთებდი და რისი გაკეთებაც მინდოდა. მე ვიცოდი რომ დღეს საქართველოში ძალიან ბევრი ადვოკატია, იურისტია, მაგრამ რაღაცა კუთხით გვინდოდა ახალი რაღაცის შექმნა და ეს ახალი რაღაცა არის ის, რომ ჩვენ შევქმნით GB გრუპის იურიდიული საერთაშორისო სამსახური, სადაც არც ერთი ძველი ადვოკატები არ მოვიყვანეთ, არც მოვიწვიეთ და ვინც მოვიდა ვარი უთხარით. ბევრი მიზეზების გამო და ჩვენ ყურადღება შევაჩერეთ აი ესეთ ახალგაზრდა გოგო ბიჭებზე. ჩემი ოცნება იყო და არის ასეთი ახალგაზრდების დასაქმება. ადამიანები მარტო უყურებენ ერთ კუთხეს, როცა მოდიან და სამსახური უნდათ, რამდენი იქნება ხელფასი, რამდენ ფულს ვიშოვი, ესე არ არის. ჯერ სადაც მიხვალ უნდა დაიწყო მუშაობა და როცა მუშაობას დაიწყებ, ხელფასიც იქნება და ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე წარმომიდგენია. ამიტომ ამ ახალგაზრდებმა დაგვიჯერეს და უკვე ერთი თვეა ვმუშაობთ და ხელმძღვანელი ქალბატონი კეთი ამბობს, რომ იმდენად კმაყოფილია თანამშრომლებით და იმდენად კმაყოფილია შეკვეთებით, რომ ამას ვერც კი წარმოვიდგენდი აი ამ მოკლე პერიოდშიო. რისი თქმა გვინდა, ისეთი საქმეები გააკეთეს, ვერასდროს რომ ვერ წარმოიდგენდა ზოგიერთი ბრჭყალებში მაგარი ტიპი ადვოკატები. იმიტომ რომ ჩვენ ოჯახურ საქმეებზე თუ როგორ იტყვია ოჯახში დაავადებას გულისხმობ. დიახ, ესეთ საქმეებზე ძალიან ბევრი გამამართლებელი საქმე მოაგვარეთ ერთი სიტყვით, ხო? ეს ძალიან კარგია და პირველი ამ ახალგაზრდებმა მოაგვარეს და გააკეთეს. რისი თქმა მინდა. მე მინდა მივმართო და მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანებს, ვინც გვენდო და თავიანთ პირად საქმეებს, სადაც გზობდნენ თავს გაჩაგრულად, გვენდენ და ამ ახალგაზრდა გოგო ბიჭებს მისცეს მისი საქმეები, ძველი თუ ახალი საქმეები. ეს ახალგაზრდები ყველაფერს განიხილავენ და ყველაფერს გააკეთებენ. ძალიან ბევრი პირადად მირეკავს, რომ რამენაირად დაგვეხმარენ. მე მინდა გითხრათ ყველას, რომ იმდენად ბევრი საქმეა შემოსული, აქ არ არის ახლა არ მინდა სახელი რომ დავარქვა, კათარზისი, ხო? აქ არის საერთაშორისო იურიდიული სამსახური, სადაც ნებისმიერ საქმეს ძალიან დიდი შრომა ჭირდება. აქედან გამომდინარე, მესმის, რომ დღეს პრობლემა აქვს თითქმის ყველას, არ არის საშუალება, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რაღაც ფარგლებში, რაღაც იმაში ჩავიждეთ, რომ რამენაირად იმ ადამიანებს ის საქმეები, რაც მათ აწუხებთ, მოუგვაროთ, მაგრამ რაც გადასახადია, უნდა გადაიხადოთ, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რომ ეს იმდენად დაბალი ფასებია, რომ რამენაირად უნდა შეძლონ. კიდევ ერჯერ ყველას დიდ მადლობას გადავუხდი, ვინც გვენდო და მომავალში გვენდობიან. ახლა ჩვენი დღევანდელი განცხადება, რატო ვაკეთებ ამ განცხადებას? ბათუმიდან არის შეკვეთები და ქუთაისიდან ძალიან ბევრი. ამიტომ ჩვენ გადაწყვეტილიც გქონდა, რომ იგივე ცენტრი გვაქვს ბათუმში, იგივე ადგილები გვაქვს ბათუმში, უკვე რემონტი დაიწყო, დღეს მივდივარ, ძალიან მალე დამთავრდება
ბათუმშიც ძალიან მალე გაიხსნება აი ამ GB გრუპის ფილიალი. დაახლოებით 20 ადამიანი ახალგაზრდები, აი ესეთი კარგი ახალგაზრდები, დაგჭირდება ბათუმში 20 ადამიანი და ქუთაისში კიდე კვირას სავარაუდოდ არ ვიცი ვნახოთ, ხსნით ჩვენს ახალ შოურუმს და ქუთაისშიც დაახლოებით 10 იურისტი ახალგაზრდები დაგჭირდება. კიდევ ერჯერ დიდ მადლობას გადავუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც გვენდობა და ნებისმიერი საქმე მოიტანეთ, ეს იქნება ოჯახური ძალადობა, მკვლელობა, ძველი თუ ახალი. ნებისმიერ საქმეში ეს ახალგაზრდები უთუოდ დაგეხმარებიან. კიდევ ერჯერ მინდა გავიმეორო, რომ ბათუმში გვინდა 20 ახალგაზრდა და ქუთაისში 10 ახალგაზრდა და ამას ზუსტად ჩვენ ტელეფონებს გამოვაცხადებთ თუ სად შემოიტანონ CV-ები. ხო, CV ქვია, CV-ს ეძახით, ხო? რეზიუმე. რაც შეეხება თბილისში, იმდენად ბევრი საქმეები გვაქვს და გვექნება, კიდევ გადავწყვიტეთ, რომ 10 ადამიანი თბილისშიც დავამატოთ. ამიტომ მარი პირადად გავალებ, რომ რამენაირად დაჩქარებული წესით ისევლე კიდევ მივიღოთ 10 თანამშრომელი და გავხდებით 40 თანამშრომელი. გვეყოლება 40 თანამშრომელი. აქედან გამომდინარე, გვინდა რაც ბევრია შეკვეთები, პასუხის გაცემაც არ არის მარტივი, ამიტომ კიდევ ამატებთ თბილისში 10 თანამშრომელს. ანა კეიდია რას იტყვის? ერთი თვეა დაახლოებით აქ მუშაობ, ხო პირველი დღიდან აქ მუშაობ. აი მოკლედ უთხარი ჩვენს ნაცნობებს, უცნობებს, საქართველოში ცხოვრებ მოსახლეობას, კმაყოფილი ხარ თუ არა, შენობით კი არა, შენობა არის ძალიან კარგი. კმაყოფილი ხარ თუ არა, ხელმძღვანელით, ჩვენით და ჩვენი გუნდით. ვისარგებლობ მაშინ ამ შეთით და პირველ რიგში მადლობას მადლობას თქვენ გადაგიხდით ამ იდეისთვის და ამ იდეის ხორცს შესხმისთვის. მარტივი არ არის მსგავსი იურიდიული კომპანიის გაკეთება საქართველოში და ასეთი კადრებით დაკომპლექტება ამ იურიდიული კომპანიის. ჩემთვის როგორც იურისტისთვის ყველა პრინციპზე მაღლა დგას აბსოლუტურად კლიენტის ნდობის გამართლება და ვთვლი, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში ყველა კლიენტის ნდობა მაქსიმალურად გავამართლეთ და ერთადერთი პირობა და გარანტია, რაც ამ ხალხს შემიძლია მივცე ის არის, რომ მსგავსად გავაგრძელებთ ყველა კლიენტის ნდობის გამართლებას. მადლობა ანა. მოდი კიდევ ერთი წუთი იქნება თუ ნახევარი წუთი მივცეთ ქალბატონ ანა მარშავას. ბატონო, მოგესალმებით ყველას პირველ რიგში. მინდა რომ კომპანიას გადაუხადო ზოგადად მადლობა ნდობისთვის და საზოგადოებასაც მადლობა რომ გვინდობით და კიდევ ერთხელ მზად ვართ რომ მოგემსახუროთ სრულად, კეთილსინდისიერად და გულისხმიერადაც რომ გელოდებით. დიდი მადლობა ანა. მოდი სიტყვა კიდევ გადავცეთ ოთო მამულიას, ხო ოთო? ოთო არის კარგი ბიჭი, ჩემი მეგობრის შვილი ყოფილა და ეს მერე გავიგე. არის, აი ხო ხედავ, როცა ადამიანი არის ჩამოყალიბებული, თავისი საქმის მცოდნე პროფესიონალი, მერე გამეცინა მისი ოჯახის წევრები იმდენად ჩემი ახლობლები არიან და მეგობრები არიან, მერე ვიღაცა მითხრა შენთან ოთო რომ მუშაობს, ამის შვილია და მერე დაუძახე და კი უზმაგაცო დღეს ვისაც მადლობას გიხდი და ესე უნდა არავის არ უნდა არავის შეწუხება. თუ მცოდნე ხარ, შეაფასებენ. და შეგიფასებენ. მოგესალმებით. ჩვენს იურიდიულ კომპანიას აქვს ერთი განსაკუთრებით დიდი რესურსი, ძალიან დიდი რესურსი იურისტების და გამოცდილ კადრების, ამიტომაც ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვისაც რაიმე სახის რაც არ უნდა სირთულეს იყოს საქმე, შეუძლოთ მოიტანოთ ჩვენთან და კვალიფიციურად, სწრაფად და მაქსიმალურად შედეგზე ორიენტირებულად მოახდენთ მის გადაწყვეტას. მადლობა. დიდი მადლობა. მოდი, რადგან დრო ცოტა ისე გვაქვს, მე მინდა ნიკოლოს დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ნიკოლოსაც, გოგოებო, ბიჭებო, ყველა ჩვენი გუნდის წევრებს, ხელმძღვანელს, ქალბატონ
კეთის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ აი ამ ორგანიზებას ძალიან კარგი კარგი შედეგიანია ერთი სიტყვით რა. ეს რაც კეთიმ გააკეთა და უზომოდ მადლიერი ვარ მისი, ჩემთვის თავარი არ არის ფული და არასდროს ჩემთვის ფული არ ყოფილა თავარი. ეს ვიღაცას შეიძლება ესე მიაჩნია, მაგრამ ცხოვრება ესე არ არის. ფული კი არ არის თავარი, ფული თავისით მოვა, მაგრამ თავარია აი ესეთი ახალგაზრდები კომპანიაში 30 გოგო ბიჭი როცა მუშაობს ერთ კომპანიაში, ეს არ არის მათემოტორს, ეს არის ცალკე კომპანია შექმნილი, დაარსებული, რომელიც ცალკე მუშაობს, დამოუკიდებლად მუშაობს და ნახავთ თქვენ რომ ჩვენ ერთ თვეში ყველა ერთად გავიმგზავრებით დუბაიში. დუბაიში არის ჩვენი პარტნიორები და ჩვენი კომპანია იქნება საერთაშორისო და ჩვენ უკვე შეკვეთები დუბაიდანაც გვაქვს. აი ამ დღეებში ამ დუბაის შეკვეთებს რა თქმა უნდა გადავანაწილებ და აი ესე იქნება მომავალში. კიდევ ერთჯერ გავიმეორებ, თბილისში გვჭირდება 10 ადამიანი, ქუთაისში 10 და ბათუმში 20 ახალგაზრდა. თბილისში და ბათუმში დაახლოებით, ბათუმში და ქუთაისში დაახლოებით ერთ თვეში. თბილისში კი ხვალიდან შეუძლიათ 10 ადამიანი მიიღო და ამისთვის დიდ მადლობას გიხდით ხალბატონო კეთი. მე დიდი მადლობა მინდა ანა გადაგიხადოთ ბიჭებო, გოგოებო იმისთვის რომ დაგვიჯერეთ, გვენდეთ და მე უზომოდ ხმაყოფილი ვარ რომ ესეთი ახალგაზრდა ნაკრები შეიკრიბა. 11 ფეხბურთელი თამაშობს, ხო? 11 თამაშობს. მაგრამ 10 რო იყოს წავაგებთ, ხო? ზუსტად ვიცოდი რომ 30 იყო აქ საჭირო. და ზოგჯერ მეუნებოდნენ 30 ბევრი არ არის ბევრი. ხო ხედავ უკვე 40-ის არ იქნება ბევრი და 50-ის არ იქნება ბევრი, იმიტომ რომ საქმე არის ძალიან ბევრი და დობა ადვოკატების მიერ არის მინიმუმამდე მიყვანილი. ამიტომ თქვენ ახალგაზრდებმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ამ ადვოკატების ეს დობა მაღალ ხარისხზე აიყვანოთ. დიდი მადლობა თქვენ და დიდი მადლობა ყველა იმ მაყურებელს, ყველა იმ ადამიანს, ვინც გენდოთ და შემოაქვთ საქმეები. გისურვებთ წარმატებებს.